თორე როგორც წერტილი და თან როგორც ჭკვიანი და სულ სხვანაირი, აი ემჩნევა რომ სხვანაირი კატა იყო, აი ჩვეულებრივი კატა არ იყო. და მე აი მართლა დავიტოვებდი ჩემი მაშინ რომ გარემოში რომ ყოფილიყარ, მაგრამ არა მე მაგის ნერვი არა მაქვს, მე მაგაზე გაუთავებია საუბრების. როგორ არ მოუვდი, მაგრამ ის მაგიდაზე მაინც ივლის. კუცსაც ყველგან მოუსვავს. სანამ მიეჩვევა, ყველა კუთხე კუნძულშიც იზავს. კი მიეჩვევა, კატები ადვილად ეჩვევიან, მაგრამ სანამ მიეჩვევა და მე ხო ისედაც ვინერვიულებ და ახლა ვიღაცა რომ თავზე კიდე იმას იზავს, არ მინდა, არ შემიძლია. უშენ რომ მიდიხარ, წელიწადში ერთხელ მიდიხარ. თორე მე ძალიან მომეწონა და ევასაც ისეთი გულით უნდოდა. კატა. ძალიან უნდოდა. ბონის უყვარს ცხოველები, ეს ხო ცხოველებთან ერთად იყო თავიდანაც. კატები წავდა იმ გოგოს და ძაღლებით, ვინც მომყიდა. ბონის ანუ აი ლუსის რო ქონდა კატუსი რომ მოვიყვანეთ ისტერიკა, ბონის არ ქონია. ანდრიას კიდე ძალიან გაუხარდა მინდა კატა. მაგას უყვარს კატე. მაგრამ მე იმიტომ კი არ ავიყვანე, მოვიყვან მეთქი. იქ რო კიოდა და რო არ შემეძლო რომ ესე დამეტოვებინა. სულ სველი. სულ ტალახიანი. აი მე რო ეხა ნახე იქ გადარჩება. იმიტომ რომ მე აქ გავაშრე, ვაჭამე და უბანე. ტალახში ამოგანგლული და თან სველი და თან ესენი რო გაშრებოდა, ისე ექნებოდა ზე დააკრული ეს ყველაფერი, რომ რა ვიცი თუ გადარჩებოდა ერთი თვის კნუც რა გადაარჩენდა ამ სიცივეში ამ ტალახით ტანზე და სისველით და ეხლა გადარჩება მაინც, რა ვიცი. იმ ძაღლებმა თუ არ დაგლიჯეს. საერთოდ არ ჩახვალ და დაიკიდებ. რანაირად არის უფრო ადვილი. რამეს გააკეთებ და მერე გულზე გხვდება სულ რომ აი ბოლომდე ვერ გააკეთე. შემინანია გირჩევნოდეს სამების სამაია გილოცავ ცვეტი ცხოვრებას ყველას ჩემო ძვირფასებო მე მოვლი მაგრამ დრო დასჭირდება სანამ მიეჩვევა და ეს დრო კიდე თორე მოვლი რა ბონიშაც ვუვლი მშვენივრად მაგრამ ბონი უფრო ადვილია კატა მაინც კატა კატას ეხა ისე ვერასდროს გაწვნი კაცორი ლომი ვეფხვია ის პატარაა ტანა თორე ის ვეფხვია რამდენი ვიდეო არის რომ შემოუვარდათ სახში ზოგ ქვეყანაში ხო დადიან ესე ვეფხვები და ისინი და ძაღლი გაუვარდა და ძაღლის შეჭმას აპირებდა არ შეშინებია და კატა რო გამოვარდა სახლის და ეცა ვეფხვს ვეფხმა უკან დაიხე რატო იმიტომ რომ ანუ ის ხო ვერ მიხვდა რომ ეს პატარა იყო თავისნაირი რო იყო ის იმას მიხვდა ანუ და უკან დაიხე და ძაღლისას საერთოდ არ შეშინებია დიდი ძაღლი просто წარმოიდგინე გერჩივნოდეს ხოვების ბაია შემინანია
რაო დე ჩემო მზეო რა მეც მიყვარხარ ჩემო ვაკიკო აბა კარგებოდა ტკბილებო რა არა ანუ ახლა შუა დღემდე მერე დამჭირდება მაგრამ ამ წუთას კი გაირეცხოს რა მარტო ფქვილია აი თუ ხელღამე გავაკეთე ხალხო ფინკლის ომი რამ წამომიარა მკითხეთ არ ვიცი ვინ არის ბონჩკა ძალიან მინდოდა ხალხო მაგრამ ვერ დავიტოვე ეს რავი სახშორო ხეთ დაიწყებოდა Hai camowinda moi. Camowinda. Federica. Devam şurada bir sakvalas. Jerek ვიდეო არ ნამედია რა დავდეფაბათ უზომოდ გამოვლანს ხოლმე უკარატო წაიყვანეო მაგრამ იმ ეზოში საიდან წამოვიყვანე იქ დავაბრუნე კატის სახელი წაუღე საჭმელი წაუყე იმ ბიჭს მივიყვანე ვინც საჭმელს მაგის დედას დაძმებს იქნებ დედა მიიღოს მეთქი და რა ვიცი ხამე არ მესმოდა ისა კნავი და იქნება მიიღო დედამ კიდევაც მივაკითხავ ხოლმე საჭმელს მივყავ რაც შემეძლო გავაკეთე მართლა ხელი დღე ვფიქრობდი ადამიანი დაღავარგოდი მთელი დღე ვფიქრობდი რა მეცნა
ბოლოს წავიყვანე ისე უკან, იმიტომ რომ ის რო აქ იზავს სანამ მიეჩვევა ეს მოინდანე პური. როგორ უყარს იკას პური? ამ ლავაშს აფიქრე. რა იმის მე გეჩვენება. რო სტუდია. ის რა გარდა შოთებია. შეშინდა თეთრები ისე გააკეთა. ჩოდოა. ჩოდოა იკა, ჩოდოა პატარა. თათებს ისე შველი. რატო აიძედი პატარა და საჭყალი. ის კატაც როგორ მინდოდა. მინდოდა რა, ჩემთან ბედნიერი იქნებოდა. ჩვენო ბედნიერი. და მაგიტომაც წავიყვანე. ეკამ კატაკი მოგწონს მე ამღამ დაძინება მინდა და იქ თუ არ ხდა ეგ იჭხავლებსო ის და მე ამღამ ვეღარ დავიძინებო. აბა სიგი ატეხავს ერთთან დავსმევი და მე არ ყვება ამას ხო ხოძებანი. მე რა ხოძებანი. როგორც იმაშია ფილმში სოსა რასიზმს სოსა კულელებს გამომიგზავნის და ატყდება მე ხოცვა ჟლეტა. სოსა დამპალიკაცი. აი ხოდა ესე ჩემოწვი ფასებო კარგებოდა საყვარლე. გამარჯობა. რა საყვარელი ხართ? გილოცავ დღევანდელ დღეს. სვეტი ცხოვრობა. აბა ნახოთ აქ რა ხდება. რა ხდება ნეტავი. ანასტასია, მაგარი გოგო ხარ, ძალიან მომწონს შენი ვიდეო, ვლოგი შენთან ვზივარ და კოფე პიუს ვამ. მადლობა ძირფასო. Спасибо за ответ. Я полностью понимаю грузинский, говорю на нем просто. У меня акцент. Я очень не люблю спецшколу, и мне это практически не дается. Откуда вы и Софа знаете русский? მე რუსული ვიცი სკოლაში ვისწავლე. აი ესეთი რუსული როგორც მეც აქცენტი მაქვს, მეც მრცხვენია და რუსულად ლაპარაკი ძალიან მრცხვენია. მგონია რომ აქცენტი მაქვს, ვიცი რომ შეცდომით ლაპარაკობ. ჩვენ სკოლაში მარტო ლიტერატურა ტარდებოდა რუსული და მე ვგიჟდები რუსულ ნაწარმოებებზე. ჩვენ გავდიოდით ალეეპარუსა და ანუ პუშკინი, გოგოლი, რა ვიცი, გრანატოვი ბრასლეტ და ასე შემდეგ და იმდენად მომწონდა რომ მაგეების ხათრით ვისწავლე რუსული. ოღონ ვისწავლე ასე კითხვით, სმენით, ყურებით და გრამატიკა არ ვიცი ისე დონეზე რომ გამართულად ვაიმე. შიგნით უნდა შევიდეთ. აქ მაგაშლილი ისინი. არა მილაგებია რომ გავიკეთებ ფრცხილები. ხო და ანუ ჩემი თუ ისწავლეს სკოლაში
სიტყვათა მარაგი მაქვს ძალიან კარგი აბსოლუტურად ყველაფერი მესმის ნებისმიერი აზრის ჩამოყალიბება შემიძლია მე რუსულად წერაც შემიძლია ვწერ კიდევაც უბრალოდ როგორც გითხარი ანუ ვწერ ასევე შეცდომით და ისევაც მაიკარი და ვსაუბრობ ასევე იცით არის რომ ვამბობ შეცდომით იმ წუთშივე ვხვდები რომ შეცდომით თქვი ხვდები ანუ იმ დონეზე ვიცი რომ აი ჩემი შეცდომა შევამჩნიო ამას მოვეფარო აი ეგ ჩემი შეცდომა შევამჩნიო იმ დონეზე ვიცი ხო სოფია რუსეთში ცხოვრობდა რუსულ სკოლაში სწავლობდა ხა სოფიამ ჩემთან შედარებით საერთოდ რუსივით იცის და ისე ლაპარაკობს აი ძალიან რუსები როგორც ლაპარაკობენ ეგრე ლაპარაკობს სოფიამ იდეალურად იცის მაგრამ მე აი ესე რა მე სრედაც არ მქონდა გარემო არანაირი არავინ რუსულენოვანი ან რუსულად მოლაპარაკე ან კარგად რუსულის ცოდნო და ეგეთი არ იყო ჩემ გარშემო ერთ-ერთი დლიასაც ქონდა ნაქირავები სახლი ბინა აფთიაქსაც ქონდა იქ მე პატრონე ქალი რუსი იყო მაგრამ ქართლზე იყო გათხოვილი და ისინი ქართულად არ ლაპარაკობდნენ ან რუსულად არ ლაპარაკობდნენ ქართულად ლაპარაკობდნენ აი თუ გამოურევდნენ რა რაღაცა სიტყვებს თან მაშინ მე საკმაოდ პატარა ვიყავი და მე არ ვიცოდი ძალიან კარგად მაშინ რუსული. ხო, და რომ მივდიოდი ხოლმე, რომ მივდიოდი ყოველთვის საპატივცემულოდ რუსულად არ ლაპარაკობდნენ. ერთმანეთში ალბათ არ ვიცი როგორ ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, მაგრამ ჩემ გასაგონად და ჩვენ რომ მივდიოდით რუსულად არ საუბრობდნენ. ხო, ხათუნა, აუ როგორ გემრიად მირთმევ რა, ამით ძალიან მიყვარს გამომცხვარი გოგრა. აი, ხო, საერთოდ სხვა არის გამომცხვარი გოგრა, ვიდრე მოხარშული არ მომწონს. გავიფიქრე ხა ძალიან მომწონ ხარ და ალბათ უფრო ახლოს რო ვიცნობდეთ ერთმანეთს მე და შენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნებოდა სულ სხვანაირად რო წასულიყო ცხოვრება როგორც ბავშვობაში მეგონა რომ წავიდო და ეს გავიფიქრე და გამეცინა მაგრამ ყველაფერი ისე არის როგორც უნდა იყოს მე ამას ყოველთვის ვამბობ რომ რაც ხდება სასიკეთოდ ხდება და რაც არ ხდება, ეგეც სასიკეთოდ ხდება. ამიტომ ყველანი ვიყოთ ჩამრთელად და ბედნიერად, ჩემოსაყვარელო. ძალიან მიყვარხარ და ძალიან მიხარია ხოლმე შენი გამოჩენა. ეხლა თუ როგორ გამაყიმე სამუსიკო სკოლიდან დღესაც გამოდის ხმაური მართლა? არა და მოგიხდებოდა ცეკვა არასოდეს არ აგვიან აიხდიო ნატურა სიტყვაოცნება შემაწულეს. მე მაპატიეთ, ევა ძალიან ღუღულა და უსაყვარლესება, მე უცებ ვერ მივხვდი რატო და მე მეკითხა რატო თქვა, მე უცებ მივხვდი და აღარ გკითხავ რატო. ძალიან საყვარელი ხარ. ხო, აი მე ხო იქ ახლოს ცხოვრობდი და რო ჩავიდი გავივლიდი, მე კიდე ჩემი კლასელები ვინც დადიოდნენ ერთად რო გამოვიდა, აი ბავშვებს იმენა გული უსკდებოდათ ხოლმე იქ რო უნდა მისულიყვნენ, აი ვერ იტანენ, განსაკუთრებით სოლფეჯიოს ძულდათ. მე საერთოდ არ ვიცოდი ეს სოლფეჯიო რა იყო, მაგრამ აი ვაიმე და მასეთ ნასწავლ მუსიკას რა აზრი აქვს ეხვეწები. ირმა მაკრიხა ძალიან საყვარლებო ჩემი თოჯინა სალაცრება ხარო. ანუ შეხშად მაქვს რაც ყველანაირად გადავყევი მოусმინე გულთან მივიტანა იმდენად არ სიამოვნეთ შენი მოსმენა მოცემაზე არ არის ეს ახალი მოდა შემოვიდა რომ ვითომ არ უნდა მოისმინოს ხესი ვარყოფითი და მარტო მაგათი უნდა გესმოდეს წარმატებები ხშირად ვერ გწერ მაგრამ თვალს სულ გადევნებ არა ნახე როგორ არის თუ მაგალითად ჩემს ვარყოფითს არ ისმენს კეთილი ინებოს და მეც ნუ მომასმენინებს თავისას ხო კი ბატონო, ანუ თუ არავინ არ უნდა მოისმინოს უარყოფითი, ნურც ჩემსას მოისმენს და თვითონაც ნუ მომიყვება, თვითონ ნუ მოვა ჩემთან როცა გაუჭირდება და თვითონ როცა რაღაცა პატარა გაუჭირდება ყოფითი და ჩემთან მოდის და მე არ მეკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე როგორ ვარ, ხო? ანუ რა ვიცი, ამას საერთოდ რა ქვია? ამას ქვია რომ ურთიერთობა არ არის. ანუ რეალურად ადამიანი გიყენებს, ხო? და განა მე ამას ვერ ვხედავ. მე ამას ვხედავ, მაგრამ მეცოდებიან ხოლმე, რომ აი რაღაცაში გჭირდები ადამიანს და მოდი გამოვეყენებინები. ეს არც მე დავიკელი კარგად, მაგრამ ვინაჩუნებ წონას. ვერ გავიგე. აი მეც დავიკელი კარგად, მაგრამ ვინაჩუნებ წონას. ყოველგვარი აწონის და კალორიების დათვლის გარეშე, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ ვაიმე მოვიმატებ და არ შევჭამ ბევრს.
მივისმევ ყველაფერს, რაც მინდა უბრალოდ შვიდის მერე ვცდილობ არ ჭამოდარღვევებით მაქვს უამრავი შეირგეთ ცხოვრება. ამ ძვირფასო შენ ვერ გაიგებ მე რაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ შენ არ გაქვს კვებითი აშლილობა. ანუ ადამიანს რომელსაც კვებითი აშლილობა აქვს, სხვა რეალობა აქვს. ანუ ეხლა შენ რო წახვალ და ეტყვი ალკოჰოლიკს, ყოფილ ალკოჰოლიკს, რომ იცი რა, ეხლა იმეც დავლიე 3 ჭიქა და გავჩერდი და რა პრობლემაა? ანუ მისთვის არის და შენთვის არ არის. აი ხო ხდები? ანუ ძალიან მაგრა ვირგებს ცხოვრებას. უბრალოდ ეს არის ჩემი მხარე, რომელმაც მე ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა, რომელმაც მე იქ მიმიყვანა, სადაც ახლა ვარ, განმავითარა, გადამარჩინა, დამეხმარა, მაგრამ ყოველთვის იქნება ჩემში, ყოველთვის იქნება ჩემთან და ყოველთვის დასჭირდება მართვა. და კი, ყოველთვის მე ხანდახან მექნება მე მომენტები, როცა ის მე სადავეებს წამართვებს, როცა მე ფსიქოლოგიურად გამიჭირდება, მაშინ ხდება ხოლმე, მაგრამ მე ისევ დავიბრუნებ სადავეებს და ასე. ანუ ეს არის მარადიული, ეს არის რაც არ მიდის, მაგრამ რაც იმართება. აი, იგივე მაგალითად ეგ შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელსაც აქვს დიაბეტი, ხო, რომ აი ნახე მე გუშინ შაქარი მქონდა მაღალი სისხლში და მოვიწესრიგე და ეხლა შენ რატო იზომავ ყოველდღე, რატო იკეთებ ინექციას, რატო ითვლის საათებს და ისე რატო ჭამ? აი შეიგე რა ცხოვრება, აი მე ხა დავირეგულირე, შენ არ გაქვს ამ დროს შაქარი, მე დავირეგულირე, ერთხელ მქონდა მაღალი, დავირეგულირე და მიდი შეიგე ცხოვრება, რა უთხრა დიაბეტიკს, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც ამას ყველას თუ არ მიაქცევს, მოკვდება, ხო? ანუ მე მესმის რომ რაღაცას მაშინ ვამბობთ, როცა ამას ბოლომდე ვერ წვდებით, ანუ პრობლემის არსს, მაგრამ გული მწყდება ხოლმე მაინც, იმიტომ რომ მე როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვცდილობ ჩავწვდე პრობლემის არსს, არასოდეს არ ვეუბნები სხვას ეგეთ რაღაცებს და ყველა მგონია ჩემნაირი და მე გული მწყდება ხოლმე, იმიტომ რომ მე რო ეგ მეთქვა სხვისთვის, ანუ ჩემ თავს მაგას ძალიან ძვირად დავუსვავდი. ანუ მე შენთან კი არ ვარ მკაცრი და შენთან კი არ ვარ ესე. ანუ მე ჩემ თავს არ ვაპატიებდი მაგას, რომ გამებედა სხვა ადამიანისთვის გავსი რაღაცა მეთქვა. მაგრამ ეგ ხო იმაზეა დამოკიდებული, ანუ შენ ვინ ხარ და შენ სად ხარ? შეგნებით, ცოდნით, ხო? ანუ შეურაცხყოფას არ გაყენებ. უბრალოდ რადგან მივიდა საქმე ჩემს სენსიტიურ თემამდე, რომელიც ვერ გაიგე და ისე თქვი, ანუ ხო, აი ისევ გავიმეორებ, რომ აი მაგალითად მე ვერასდროს ვერ გავიგებ, რას გადის ის ყოფილი ალკოჰოლიკი, რომელსაც 7 წელი არ დაულევია. და ვეტყვი, რომ მე რატო ციკლები, წარმოდი, ახლა დღეს 3 ჭიქა დაალია და ხვალ ნუდალი რა პრობლემაა, ახლა მე ადვილად გამოვდის. გასაგებია, მაგრამ მე და ის სხვადასხვანაირები ვართ. და მე რომ ადამიანს, რომელსაც ვიცი, რომ ამაზე საუბრობს, რომ აი ეს აქვს და მაგას ვეტყვი, მე დამნაშავე ვარ და მე ვიმსახურებ, რომ პასუხი გამცენ. ხვდები? და რადგან მე ჩემ თავზე ვფიქრობ ამას, ანუ სხვასაც იგივენაირად ვუბრუნებ. მით უმეტეს აი, აღარ გავაქცევ. ლელა, if რა გემრიელად გამოიყურება ნიდა ილსა შენი ხელები. მადლობა ძვირფასო. ძიძი, ჩემი ყოჩაღი ნინი, რასურნელი ექნება მადისახტურად გამოიყურება გემრიელად მირთვით. მადლობა ძვირფასო. ესე იგი უკვე ორჯერ გავაკეთე. წელს ინაბონებით რაღაცა ზღაპარია. წუხელით რა ვქენი? ჩვენს მარათონში გოგოები ესე იგი ფიქრებთ როგორ იცით ხალხო? ხინკლებს ვჭამთ და გუშინ ჩემმა ინგამ, რომელიც გერმანიაში და რომელიც თავის ხელით აკეთებს ხოლმე ხინკალს, იმიტომ რომ იქ სხვა ვერაფერს ვერ იზავს. თავისი ოჯახისთვის აკეთებს ხოლმე თავისი ხელით და თან შესანიშნავი კულინარია, ყველაფერი რო გამოსდის ეგეთი და ესე იგი, გააკეთა ერთხელ ხინკალი, ჩვენ მარათონში გააკეთა მეორეც და მე უყურებ და ვფიქრობ, რომ მე უკვეთავ, მე არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ვიღლები ბლა 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 და ბოლოს მეც ისე მომინდა. გუშინ მეც ბავშვი იძახის. მეც მოვზილე, წუხელ ღამის 23 საათზე მოვზილე ხინკლის, თუმცა არ მქონდა 1 კილოზე მეტი ფქვილი, ფიზიკურად, თორე ჩვენ ოჯახს 1 კილო არაფერში არ ეყოფა და იგამეგ რა არისო, ვის ეყოფაო, მიცხრა უკვე. მაგრამ რაც იქნება, ეგ იქნება და გავაკეთებ დღეს გემრიელ ხინკალს, ნახეთ რამდენი გამოგვია, რამდენი შეგხვდება და მე კიდე გავაკეთებ. ანუ ხინკალი ის არის, რაც მე ძალიან თქვენობით ვიყავი. იმიტომ რომ მხრები, ზურგი, წელი, აი ესენი ბრწყინებისას კატასტროფა მქონდა, მაგრამ აი ეს ფრთხილებიც იმიტომ დავიმოკლე იდეაში, რომ მომენატრა ღვეზელების და ცომების გაკეთება რა, იმ სიგზე ფრთხილები მიხევდა.
ხო და ამით ხა ხინკლის მოხვევაც შეიძლება და მოკლედ დღეს მინდა რომ ხინკალი მოვახვიო ვაიმე არ ჯერა ხო და რა ვიცი დაგეხმარებითო და ვნახოთ აბა როგორ დამეხმარებია ნანა ნინი კი ხო მითხარი რა მოხდა თორემ გავგიჟე მთელი ყურადღებით უსმენდი მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე ეს ძველი ვიდეოა ძალიან ჩემი დალია სამპებზე ლელუ ნინი მოგვენატრე ძალიან მიყვარხარ ძირფასო რატო არა ეს ხშირად ვიდეო მტაცუდი გოგო ვარ სილა იკა მოდი აკროს ხერებას ხარ ტკბილო გოგო ჩემო ინგა მიყარხარ როზეტა გამარჯობა ძიფაცა ნინი როგორ ხარ დროის უქონლობის გამო ვერ გიწევ ყოველთვის კომენტარს მაგრამ ცალს გადევნებ ხოლმე ყოველთვის ბედნიერი დღე ჩემო კარგო ბედნიერი დღე ჩემო როზეტა ჩემო ძვირბაზო გიждები შენ სახელზე და ძალიან მიყვარხარ არ ვიცი აი ეგრევე გულზე მომხვდი და შემიყვარდი და რატო არ ვიცი ანა ნინი უბილარი ვარ 12-ში დილით ჩავერთე ვიდეო ფაიმე ვუყურებ და რა მაგარია სამყაროს გამოგზავნილით იყო შენი მილოცა მთელი ვიდეო ფონად ღიღინები happy birthday რა მაგარია ბედნიერი დღე გქონდეს შენც მადლობა განწყობისთვის რა მაგარია აი მე მჯერა რომ სამყარო გვიგზავნის ამ ყველაფერს ჩვენს და კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო საყვარელო და დღეს ვისაც დაბადების დღე გაგვთ ყველას გილოცავ დღეს იცით ვის აქვს დაბადების დღე ჩემი შვილების ბაბუას ანუ უაღრესად კარგ ადამიანს ფრიდონ თოდუას ანუ რომელიც ძალიან მიყვარს აი არ ვიცი მე მიყვარდა ერთი კაცი უზომოდ პაპა ჩემი როგორც ჩემი მამა როგორც ჩემი პაპა ესე მიყვარდა და აი ჩემი უდიდესი სიყვარული იყო იმიტომ რომ მას მე ძალიან ვუყვარდი მიუხედავად იმისა რომ ტირანი კაცი იყო მიუხედავად ყველაფერისა ჩემთან იყო კაცი რომელსაც მე სიგიჟემდე ვუყვარდი იყო მამა იყო პაპა იყო იმედი იყო საერთოდ ვიცოდი რომ მეუბნებოდა რომ აი აქ მე მიდევს თოფი და თუ ვინმე მოვა ან შენ თუ ვინმე გაგაბრაზებს მაშინ სახში უვარდებოდნენ ხალხ იცოდე რომ მოვკლავ 2 წუთი სოფელი დამრჩენდა შენზე კაი არავინ არ მყავს იცოდე რომ მოვკლავ და მე ვიცოდი რომ მოკლავდა ჩემს გამო ეს იყო კაცი რომელიც მე ვიცოდი რომ ჩემს გამო მოკლავდა და მაშინ კი როცა ერთმა უსინდისო ადამიანმა მე დედა შემაგინა სკოლაში მე მასთან არ მივსვამ მე არასოდეს არ მივიდოდი და არ ვეტყოდი რომ მე ამან გამანაწყენა გამაბრაზა იმიტომ რომ ვიცოდი რომ მართლა მოკლავდა და მე ისიც კი ვიცდე და შემაგინა მაგისთვის მე წოდებოდა და რა თქმა უნდა ეს პაპა ჩემიც რომელიც იყო უკეთილშობილეს და უღირსეულესი ადამიანი მე არ დაუშვებდი რომ სიცოცხლის ბოლოს მას ვიღაცა ვინმე ჩემს გამო მოეკლა და ანუ მაგრამ აი ის რომ მე კაცებისადმი უდიდესი სიყვარული მაგრამ მე მიყვარს კაცები მე პატივს ვცემ კაცებს არ მათ აი უდიდეს უძლიერეს საოცარ ბუნებას და მე რო არ გავიზარდე კაცების მოძულე ქალი იქიდან გამომდინარე რაც მოხდა დედაჩემს და მამაჩემს შორის შეიძლება და კაცების მოძულე ქალი გავსდილიყავ რო არა პაპა ჩემი ეს იყო კაცი რომელსაც მე ვუყვარდი უპირობოდ ვუყვარდი ყველანაირი ვუყვარდი ყოველთვის აი არ ვიცი ანუ ეს იყო აი როგორც მამის სიყვარული შვილისადმი ანუ ისეთი მომენტები მახსოვს რომ აი ბევრი მამა ვერ შეძლებდა ეგეთ რამეს როგორ სიყვარულიც მე მას უყვარდი და ჩემთან არ მუშაობდა არც მისი დესპოტიზმი არც მისი არაფერი ჩემთან იყო ადამიანი რომელსაც მე სიგიჟემდე უყვარდი და მას მერე როგორც აი ესე ჩემი მამა, ჩემი პაპა, ჩემი ვინმე აი ესეთი არც ერთი კაცი არც იქამდე არც მას მერე მე არ მყოლია სანამ არ შევხვდი კოტის მამას და კოტის მამა არის ადამიანი რომელსაც ასევე სულ სხვანაირია არაფრით არ გავს პაპუა ჩემს მაგრამ ყოველთვის ანუ აი იმ დღიდან როცა შემიყვარა იმ დღიდან როცა შვილად მიმიღო
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავშორდით და ბევრი რამე მოხდა. მე მას ყოველთვის ვუყვარდი. და ყოველთვის როცა ვხვდებით, ყოველთვის როცა ვხედავ, მე ვგრძნობ მის უდიდეს სიყვარულს და მე ვგრძნობ მის ტკივილს, რომ ჩემთან არა აქვს ის ხშირი ურთიერთობა და ანუ აი ეს რო უყარხარ მიუხედავად ყველაფრისა, როგორც მამას, ჩემთვის ეს ისეთი სიყვარულია. მე ამას ისე ვაფასებ, ეს ისე მიყვარს. მარტო ნამდვილ კაცებს შეუძლიათ ეს და დღეს აი ასეთი ადამიანის დაბადების დღე არის. და ყველას, ვისაც დღეს დაბადების დღე გაქვთ, გილოცავთ დაბადების დღე მაგის თამადობით ყველას გილოცავთ დაბადების დღეს, იყავით ბედნიერები, ჯანმრთელები, ცოცხლით დიდხანს და იცხოვრებთ. ანუ ეგ არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ისაც მახსოვდა და ისაც უნდა მეთქვა ეს, მაგრამ აი ეს იუბილარი ვარსო, აი ამას მოვაყოლე ძალიან ტკბილად მოყვა. ესეთი დიდებული დღე არის დღეს და პლუს რა თქმა უნდა სვეტიცხოვლობა. ხო და ის რაც შეეხება იმას კიდე იმან რომ მკითხა შიმშილის გზნობას ითქმენ თუ არა შიმშილის გზნობას არ ვითქმენ ანუ დეფიციტის დროს კალორიული დეფიციტის დროს არ არის საჭირო შიმშილის გზნობა მოითმინა ანუ შენ შეგიძლია ისე იყვება რომ საერთოდ არ იყო მშიერი პირიქით ისეთი დანაყრებული იყო რომ ანუ გამიშვით გამატარეთ ამბობდე აღარ მინდა ამდენ ჩამაო ესე რომ ყველას მოგესალმებით ძვირფასებო როგორი კარგები ხართო ირმა ეს დღე მიყვარსო აი მე ჩემი გოგო აი კიდე ეს ადამიანი რომელმაც წეღანის მითხრა ნინი აღარ დაიკლო სახეზე გეტყობა ძალიან ცუდად არ გამიგო ძალიან ცუდად არ გამიგო ქალს უხდება ფიგურა და არა ძალიან სიკამთე ან ძვირფასო მოდი ყველა ჩვენს სახეებს და ტანებს და თადგილას მივხედოთ, ოკეი? ანუ ჩემზე მეტად შენ არ გაღელვებს ის მე როგორ გამოვუყვერ და მე თვითონ გადავწყვეტ, კიდე დავიკლო თუ არ დავიკლო და როგორ ვიყო. ანუ შეიძლება 54-ზე ქვემოთ არც წავიდე, ნახოთ. შეიძლება 50-მდე მივიდე, ნახოთ. ანუ თუ არ მომეწონება, ისევ გამობრუნდები უკან. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცეები რა, ანუ როგორ უნდა მისცე თავს ესეთი რაღაცების უფლება, არ ვიცი. ასეთებისაც და უარესებისაც. და მოარესების მერე კიდე აქ მოსვლა და ამის წერა მით უმეტეს, რავი. Очень нравится, как ты выглядишь, но ты не рассказываешь, как добилась этого. როგორ არ ყვები, სვამაზე არ ყვები? კალორიული დეფიციტი, ვიჩვლი კალორიებს. მარათონით მაქვს ამის კალორიების დათვლაზე და ცნობიერების შეცვლაზე და კვებით აშლობის მართვაზე, რავი, ყველაფერი გვაქვს. იქ ყველა საზღვარი წაიშალა და ყველაფერზე ერთად მუშაობთ მე და ჩემი გოგოები და აი ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. აი ყველაზე ძალიან სადაც გვიჭირს ზუსტად იმას ვასწორებთ. მოკლედ ასეც ვიფასებო, ასეთ იყო დღევანდელი ვლოგი და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, მიყვარხართ კოცნით და ხო აი ფისოს რაც შეეხება, ანუ ძალიან მინდა რომ ჩავიჯე და ამოვიყვანო, ძალიან მინდა რომ ჩემი ფისო იყოს, ძალიან მინდა რომ ევასაც ისე მოეწონა, მაგრამ ეს შემჭამს. აი ცოცხლად შემჭამს. მე არ წავიყვანდი ჩემ სახლში რომ მოსკოვის კამსირზე რა ვიყო. მაგის ჯავრის კუდები ისე მეწოდება.